გუდუშაურის კლინიკაში რომ ხავდათ რა 2-3 კვირა ხავდათ, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ იყო. ხო შემეძლო როგორც პატრონს, რომ იქ მაინც მიმეტანა ის საჭმელი, რაც შეიძლებოდა დიალიზზე მყოფი ავადმყოფისთვის ყოფილიყო კალიდორში, აი სადაც იწვა იმ პალატაში, კალიდორში რომ გამევლო, იმის შიშიც კი მქონდა, სულ ბადრაგებით იყო იქაურობა სავსე და თუ ვინმე მიცნობდა, არ უნდა გამევლო იქა. გავალაც კი არ შემეძლო, რომ აი შორიდან თუ კარები იქნებოდა ღია, რომ შორიდან დამენახა ჩემი ძმა, რომელ საჭმელზეა საუბარი. მაგრამ ეხლა მინდა აღნიშნო აი ხელისუფლების მეთაური, რომელსაც საკუთარი დედა აწვდის საჭმელს, ხო? სააკაშვილზე ამბობთ? დიახ, სააკაშვილზე ვამბობ. დედა აწვდის საჭმელს, როცა არ ეზარება კი. და როგორ მე არ შემეძლო, რატომ მე არ მომცა იმის უფლება, რომ მეც მიმეტანა ჩემი ძმისთვის და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო. აი ცალკე მიმართვა მინდა გავაკეთო მაგასთან დაკავშირებით ბოლოს შეჯამების სახით. არანაირად არ გვაძლევდნენ არანაირ უფლებას. მერეც კვირაში 3 დღე დახავდათ გუდუშაურში და მერე გაგუას კლინიკაში დიალიზზე. იქაც არ შეგვეძლო, აი ახლოს მიკარება არის უფლება არ აქვს. ეზოში ვიდექით და უნდა დაგვენახა, მანქანიდან რომ ჩამოიყვანდნენ, სიარული რო არ შეეძლო, პირველ სართულზე იყო და ერთი სართულით ლიფტით ჩახავდათ. და იქაც ყოველ კვირაში 3 დღე ვხედავდი, რომ ჩემი ძმა ხელიდან მეცლებოდა. მაგრამ შველა არ შემეძლო, ქალბატონო თია და რატო არ შემეძლო? ხო იყო ქვეყანა, ხო უნდა ყოფილიყო სამართალი. დავიწყე, ბრძოლა დავიწყე, მაშინვე. სრულიად შემთხვევით გავიგეთ. ჩვენ ოჯახმა როცა ის ავადმყოფოში მოათავსეს, ქუჩაში გავიგე მე და მე კი აღნიშნე იქ, რომ რატომ მეთქი და ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაშიო. და როგორც კი გავიგეთ, კი წავედით მაშინვე, მაგრამ რას ვაკეთებდი, რის გაკეთების საშუალება მქონდა, ერთადერთი შემეძლო დამეწერა განცხადება. დავიწყე ხათუნა კალმახელიძით. 2 განცხადება დაუწერე. 22 იანვარს რომ დააწვენეს გუდუშაურის კლინიკაში 27-ში უკვე დაუწერე. ერთი განცხადება დაუწერე და ვეხვეწებოდი უკვე რომ უკვე გათიშული იყო მისი ეს თირკმელები და როცა გადაიყვანეს მართვის სუნთქვაზე იყო რამდენიმე ხანი. არანაირი პასუხი არ მომევიდა არც ერთ განცხადებაზე. მე ავდექი მეორე განცხადება მივაყოლე არც მეორე განცხადებაზე. მე სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელში დავინახე და იქ მივწერე ეს ჩემი სიტუაცია, რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ მეთქი. და ის კომისია, რომელსაც ეხებოდა და რომელსაც უნდა მოეხდინა ჩემი ძმის ეს გათავისუფლება, ვთხოვდი დახმარებას. მე არაფერი არ მეხება, ის კომისია თვითონ გადაწყვეტავს ვინ არის გასათავისუფლებელიო. სოციალური ქსელით მომწერა. ხო არა გაქვთ ეს პასუხი შემონახული სოციალური ქსელით ნაპასუხი? მაშინ მაგდენის გონებაზე ვერ ვიყავი რომ შემენახა. ნეტა შემქონდა შენახული. აი იმის შემდეგ საერთოდ ვერანაირი კონტაქტი ვერ დავამყარი. აი რომ იტყვიან, ყველა იყო შეუვალი და ვერ ავხვდებოდი რატო იყვნენ ესეთი შეუვალები, მაგრამ მე მივხვდი ბოლოს. მე გადავწყვიტე, რადგან ეს მინისტრი ვერ დავიხმარე, დავით ასათიანთან, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი იყო. თებერვალში დავწერე პირველი განცხადება და 3 მაისს, აი როგორც იქნა, აი რამდენი თვი არის და კაცრავად 3 მაისს ინება, ასე ვთქვათ, ჩემთან შეხვედრა და ისის შეხვედრაც რას ითვალისწინებდა. რო აუხსენი, რომ აი ჩემი ძმა ესე დღეშია და კვდება და დამეხმარეთ, გავიყვანო, რომ ვაცოცხლო ცოტა ხანი. საღამოს მივფრინავ საზღვარგარეთ, უნდა ვიყო იქ 2 კვირა და 2 კვირის მერე რო ჩამოვალ, მერე მოგხედავ. პასუხი იყო ეს. და მე ამ 2 კვირაში რომ რამე მოუვიდეს მეთქი, მე გაძლევ პირობას, რომ არაფერი არ მოუვა. ციტირებას ვაკეთებ პირდაპირ, იმიტომ რომ მაქვს ეს მასალები შენახული. და დავამთავრე ამით, ასე ვთქვათ, რა, აბა 15-ში კიდე გამოუშვეს და რა დადგა სიკვდილი. შევხვდი მის მოადგილეს, მეგრელიშვილს. როცა ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა და ეს ექსპერტიზის დასკვნა მეჭირა ხელში, მაგრამ არავინ პასუხს არ ამცემდა სად წამეღო და როგორც იქნა ამ მეგრელიშვილმა მიმიღო, შევხვდი, წაიკითხა და აი იმდენად აი ულმობელი იყო ეს პასუხი, როგორც წაიკითხა და მომიტრიალდა და მითხრა, ვერ გადარჩება. როგორია ახლა ძმას დასეუბნები ძმის შესახებ, რომ ვერ გადარჩება.